დიანა, დიახ, გავეცანი აი იმას, რაც გავრცელდა ამ მომენტისთვის. კი ბატონო, ჩვენც ამაზე დაყნობით ვლაპარაკობთ, რა სიტყვით, რამდენად მძიმე და ესე ვთქვათ, არ მისცემს ამ ტიპის დოკუმენტი საშუალებას, ხელისუფლებას, რომ ესე ვთქვათ, თვალი დახუჭოს, ან თქვას, რომ იცი რა არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ იმაზე მძიმე არის, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რადგანაც ნახსენები არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და საერთაშორისო გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. ერთი სასამართლო კონკრეტულად დაკავებულია პიროვნებების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის და ამ შემთხვევაში ჩამონათვალი მთელი არის თუ რას უკავშირდება ეს და შესაძლებელია შეეხოს სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ბრალი ედება სწორედ წამებაში, არა ადამიანურ მოპყრობაში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაში და მეორე მხრივ აქ არის კიდევ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სადაც რეალურად ამ სასამართლოს შეუძლია განიხილოს ის კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია ახლა საქართველოს პარლამენტის მიერ და რეალურად შეუძლია მათ შორის გადაწყვეტილების მიღების სახით ესეთი დადგენილება გასცეს. საქართველოს შესასრულებელი იქნება ეგ დადგენილება, გაეროს ინსტანციაზე არის საუბარი, რომლის წევრი ვართ. თუმცა თუ არ შეასრულებს და ასეთი შემთხვევებიც არის, ეს რუსეთის შემთხვევა არის მაგალითად ნათელი, რომელმაც არ შეასრულა, პროცედურულად მე მიდის ეს უშიშროების საბჭოში გაეროს და იქ უკვე უნდა იყოს შესაბამისი სანქციები და ზეწოლა ქვეყანაზე. ქართულ ოცნებას ალბათ საკუთარი მოკავშირეების რუსეთის და ჩინეთის ვეტოს სცენარი შეიძლება კონდეს დღის წესრიგში უშიშროების საბჭოს მიმართულებით, მაგრამ თუნდაც მაქამდე რომ მივიდეს, წარმოუდგენელი ამბავია საქართველოსთვის. ბოლოს ჩვენ ეგ გამოვიყენეთ საქართველოს ისტორიაში რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის კონტექსტში და დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, ეს მსგავსი ტიპის დარღვევები აქვს მას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და როდესაც საუბრობენ აქ საერთაშორისო ფაქტორზე, აი თქვენ აღნიშნეთ, ხო, რომ უცხო რაღაც ძალების, ანუ 24 ქვეყანა ამ შემთხვევაში, რომელი ძალის ფარგლებში არის, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს თურმე ქართული ოცნების შეფასებით და ამავდროულად როცა საუბრობთ ასეთ ორ სასამართლოზე. ერთადერთი ლოგიკა ამის ფარგლებში, რომ ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ ეს მიუღებელია, არის სწორედ ჩრდილოეთ კორეიზაციის ლოგიკა, რომ მთელი მსოფლიო, გაერო, საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო სისტემა არ გვაინტერესებს. ანგარიშის გაწევა ამ დოკუმენტისთვის, იქ არსებული მითითებებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რომელიც ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას. მე წავიკითხე ოცნება თავად აი ამ მისიას როგორ ელაპარაკება, რას პასუხობს, მაგრამ ბუნებრივია ამ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ალბათ ოცნება თავადაც საზოგადოებას ეტყვის რაიმეს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, როცა ის გახდება საჯარო ოფიციალურად. ოცნება პროპაგანდისტულად, როგორც ახლაც ამბობს, დააბრალებს რაღაც მითიურ ძალებს ამას, საერთაშორისო თანამეგობრობას გამოაცხადებს მტრად, რასაც აქამდეც აკეთებს და იტყვის, რომ ჩვენ სუვერენული ვართ და ყველაზე საქმეში ჩარევა სურთ. კი ბატონო, შიდა საქმეებში არისო ჩარევა, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ გაეროს წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას. იმიტომ რომ გაეროში არის წესდება, რომელსაც ეთანხმები და შესაბამისად ექცევა ყველა კლუბის წევრობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს გარკვეულ წესებზე. გაეროს წევრობა არის ფუნდამენტური საკითხი, ხო, სახელმწიფოს არსებობის. შესაბამისად, ერთადერთი კონტექსტი, სადაც ამ კლუბიც აღარ არის გაერო, ხო, ამის წევრობის მიღმა განიხილება თავი პრაქტიკულად არის სრული საერთაშორისო იზოლაცია. ანუ ქართულ ოცნებას წარმოუდგენია სუვერენიტეტი, სრული იზოლაცია მთელი საერთაშორისო პროცესებისგან. ისევე არის EUTO, ასევე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების სისტემა. შესაბამისად, ტყუილად არ ვამბობთ, რომ ჩრდილოეთ კორეიზაციის გზა არის ეს, რადგანაც ყველაზე სუვერენული და იზოლირებული მსოფლიო დღის წესრიგისგან არის ჩრდილოეთ კორეა. კი ბატონო. კიდევ ერთ თემაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ, გიორგი, ეს არის ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა, სადაც ის შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფუჭებულ ურთიერთობას, როგორც პრობლემას ოფიციალური ერევნისთვის და დღეს მან დააკონკრეტა, რომ ქართული მხრიდან არ მიუღია მოწოდება, რომ რაღაცნაირად ეშუამდგომლა ან ელაპარაკა საქართველოს თემაზე. რა შეგიძლია მოგვიყვე ამ ისტორიაზე და როგორ შეაფასებდი გუშინდელ გამოსვლას პირველ რიგში?
მე ვფიქრობ, გუშინდელი გამოსვლა პოზიტიურია, საქართველოს საკითხი დაბრუნდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში უკვე მეზობელი სახელმწიფოს კონტექსტში, ეს კიდევ ერთხელ ზრდის აქტუალურობას ჩვენი პრობლემის, რომელიც ნამდვილად ქართული საზოგადოების გულის ტკივილი არის ის, რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა იმყოფება და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამაში მხარს დაგვიჭერს, საკუთარი ინტერესების და ჩვენი ინტერესების თანხვედრის პროცესში ეს ხელს გვიწყობს. ამ შემთხვევაში რა თანხვედრა არსებობს სომხეთსა და საქართველოს შორის? კიდევ ერთხელ რომ გავუცვათ. გახსოვთ, რომ 2024 წლის არჩევნების კონტექსტში, მაგალითად, მე პირადად თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას თქვი, რომ საქართველოს გზა გადამწყვეტია, იქ რეფერენდუმი იგეგმებოდა სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ხელმოწერები საკმარისად დაგროვდა არჩევნების შემდეგ, აი როცა ყობახიძემ გააჩერა ჩვენი ევროინტეგრაცია, მიიღეს კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და პირდაპირ თქვეს, რომ ამის საქართველოს რო კანდიდატის სტატუსი გააჩნია, ახლა ჩვენ შეგვიძლია აქტიურად საქართველოსთან ერთად გაწევრიანებისკენ წავიდეთ, რადგან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცხოვრობს და ყველაზე კარგი გარანტია უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ღირებულებების დაცვის არისო ევროკავშირი და როგორც კი ეს სომხეთმა გააკეთა საქართველოს მხრიდან, ყობახიძის განცხადებით, შემდეგ ნაბიჯებით მოხდა მაქსიმალურად დაშორება, რა თქმა უნდა, ევროპული გეზიდან და პირდაპირ გეტყვით, რომ სომხეთში ეს თემა აქტუალურია, განიხილება და პრინციპში სომხეთში შიდა აუდიტორიისთვისაა ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ საქართველო ამ მიმართულებით ექნება ხარვეზები თუ კანდახევა თუ არ იქნება ეს თქვათ ამ შემთხვევაში არივლის ამ გზით ეს გაუჭირდება მაგალითად ფაშინიანს შიგნით შიდა აუდიტორიის დარწმუნება ამ გზის მნიშვნელობაში. აი რა არის მაინც მთავარი არგუმენტი და ფაქტორი ასეთ დროს. ეს კანონი რომ მიიღეს პრაქტიკულად აი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სომხეთში არის კანონი მიღებული. ამ კანონის ამოქმედება დღემდე პრაქტიკულად არ მომხდარა. და იქ შიდა არსებობს დისკუსია, რომ რატო არ აკეთებს ამას ხელისუფლება, რადგანაც ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო საქართველოს გავლით. თავის დროზე აპრილში 2024 წლის, აი ცნობილი გამოსვლა რომ მქონდა ბიძინა ივანიშვილს რუსთაველზე, როდესაც გლობალური ომის პარტიად შეაფასა ევროკავშირი, 5 აპრილს იმავე თვის, რამდენიმე კვირით ადრე, ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაინი და ბლინკენი იმ დროს და შეთანხმება დადეს, რომ სომხეთი პრაქტიკულად გამოვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან და საქართველოს გავლით, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, ყველაფერს მივაწვდით, რომ დროებითი ეკონომიკური შოკი იქნება ქვეყნისთვისო. ამის შემდეგ არის, რომ ივანიშვილი წყვეტს აი ამ გადაწყვეტილებას აკეთებს და პრაქტიკულად ხარვეზებს უქმნის, იმ წლიდან უკვე დაიწყო სომხეთისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნა, რომელიც თქვენც კარგად იცით, რომ ჩვენს მედიაშიც გავრცელდა, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის დაკავშირებით მის ეს თქვა ტრანზიტებთან დაკავშირებით. ეს ტარიფებთან გამოჩნდა კონკრეტულად ბენზინის მიწოდებაზე და რკინიგზაზე, მაგრამ პრობლემა არის ზოგადად ტვირთებზე. მათ შორის ბოლო რამდენიმე კვირაა ეს ტვირთები დგას, ასევე სომხეთის საზღვარზე და ერთ-ერთი მთავარი საქართველოს მხარეს და ვერ გადმოდის და ვერ გადადის. ხელოვნური შეფერხება არის და ამაზე პირდაპირ ამბობს, მაგალითად სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ მარიამ ქრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ვერ გაარკვია მიზეზი და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში მაინც გაარკვიეს, მაგრამ მთავრობასთან შეხვედრის ფაშინიანის ვიზიტის დროს როგორც ჩანს ამ ხრივ იყო განცხადებები, რომ ეჭვმეპარება ამაში რეალურად აქ ჩდება, რომ ფაშინიანსაც ესმის, რატო ასახელებს ამას როგორც პრობლემად რეალურად, იმიტომ რომ ხედავს, რომ არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სხვა კავშირები საქართველოს გავლით ვერ ეწყობა, ანუ სომხეთისთვის შიდა პოლიტიკური საკითხიც არის. ფაშინიანი, რასაც პირდებოდა მოქალაქეებს, რომ ევროინტეგრაციას განვახორციელებ, ვერ ხორციელდება ისე ეფექტურად. კი ბატონო, დოკუმენტი გამოქვეყნებულა ამასობაში, მაყურებელს ვეტყვი და პირველი სახელი ამბების რედაქცია 8 საათზე, რა თქმა უნდა, ვცლად მოყვება ამის შესახებ, ჩვენ შემდეგ კიდევ დაუბრუნდებით ამ თემას. მანამდე გიორგის მინდა ვკითხო, ანუ აი ეს განმარტება, რომ ეს საქართველოს თხოვნით არ გაუკეთებია, ამ განმარტებაზე რა სიტყვით? თქვენს დაწერეთ გავსი რამ სოციალურ ქსელში, ზოგი ამბობს, რომ კი თქვა, მაგრამ ეს რაღაცნაირად იქნებოდა თბილისში შეხვედრების დროს და კახეთშიც იყო ეს ის თქვა არაფორმალური მხარე, იქნებოდა დასმული ეს საკითხი და ასე შემდეგ. როგორ უყურებთ ამას?
მიზანმიმართულად დატოვა ეს ბუნდოვანება, რომელიც არის საკმაოდ ბუნებრივი, ჯერ კიდევ თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი არის დაკეტილი, ირანში ომია, შესაბამისად საქართველოზე და ტრანზიტზე დამოკიდებულება სომხეთს დიდი აქვს და იმ პირობებში, როდესაც ბოროტად იყენებს ამას ქართული ოცნება ზეწოლისთვის და ასე შემდეგ სომხეთზე და აზერბაიჯანზეც, რა თქმა უნდა, ღიად ამას ვერ იტყოდა და ეს ბუნდოვანი პოზიცია დატოვა, რომ ქართული ოცნებისთვის თუ რამე აუხსნას, რომ ევროპელების მიმართ იყო ეგ მოწოდება, რომ გარკვეული პოზიტივი შექმნან, მაგრამ რეალურად სომხეთში ძალიან კარგად იციან, მით უმეტეს იქ ახლა რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი არის მთავარი მეტოქე ფაშინიანის წინასაარჩევნოდ, აგერ მალე არჩევნები იქნება 7 ივნისს და ძალიან კარგად იციან რეალურად რა არის რუსი ოლიგარქი, როგორც ცდილობს რუსეთი აქ ჩარევას. გუშინდელი განცხადება ფაშინიანის, რაღაც საქართველოს ხარდამჭერად არა გიქო. არანაკლად. ეს არის პრობლემის დასახელება. ფაშინიანი იქვე იმ კონტექსტში ევროპარლამენტში გამოსვლისას საუბრობდა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველა მოთხოვნა უნდა დავაკმაყოფილოთ და გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის merit based, ანუ კრიტერიუმების მიხედვით. შესაბამისად ესმის, რომ საქართველოს მიმართაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება არის. პარალელურად საქართველოში რომ იყო რამ ერთი კვირის წინ ფაშინიანი, აქ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და აქ თქვენთან ეთერშიც ასევე ამაზე კომენტარი მაქვს გაკეთებული, რომ თქვა საქართველოს შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რაც პირველად გაჩნდა ესეთი ტერმინოლოგია. და აქ კითხვა ჩდება ვისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა და რატომ ასეთი მესიჯი სომხეთიდან. შესაბამისად, სომხეთი ძალიან კარგად ესმის საქართველოში გაზრდილი რუსული გავლენები, იგივე ევროპელებს უსმენს და რა თქმა უნდა, აქ საუბარი იმაზე, რომ მთელი ევროპას გიორგი, ნახეთ, თავად სომხეთის პრემიერი საუბრობს, რომ ჩვენ არც ერთი მიმართულებით არ მივდივართ, ადგილზე ვართ, რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას მუდამ უსვამს ხაზს. ანუ ფაშინიანზე ვერ იტყვი, რომ ის კონტექსტს, გარემოებას და რუსეთის ფაქტორს არ ითვალისწინებს მისი განცხადებების დროს. აქ უნდა ვთქვათ, რომ ეს განცხადება ჩვენ არსად არ მივდივართ აქ ვრჩებით, ეს არის რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე. სინამდვილეში საქართველოს ევროკავშირში არ მიდის, როგორც სადღაც აქედან კავკასიიდან მიდის. იგივე სამეზობლოში დავრჩებით ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ აბა ეხლა ტერიტორიას გეოგრაფია არ შეიცვლება. მაგას გულისხმობს მის კონტექსტში, იმიტომ რომ მისი კონტექსტი არის აზერბაიჯანთან მშვიდობის პროცესი და ამბობს, რომ ჩვენ აქედან შორს კი არ წავალთ, შესაბამისად ამ გარემოში მოგვიწევს მაინც ცხოვრება და ამ რისკებით. ასე რომ ეს განცხადება ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ, მაგრამ ამავდროულად ფაშინიანი ფრთხილობს რუსეთთან, რადგანაც რისკები ძალიან დიდია და საქართველოს შემთხვევაში რატომ არ შეიძლება ეს არგუმენტი, რომ საქართველოს ფრთხილობს მაგალითად რუსეთთან, იმიტომ რომ რისკები ძალიან დიდია. შეიძლება უფრო დიდიც. უფრო დიდია რისკები, იმიტომ რომ ჩვენ საზღვარი გვაქვს, ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, მაგრამ ნუ თუ ჩვენ ვაკეთებთ იგივეს. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა პრაგმატული ნაბიჯები, რუსეთის არ გაღიზიანების, თუნდაც დიპლომატიური განცხადებები, მაგრამ სინამდვილეში აგვეშენებინა ძლიერი ჯარი, ძლიერი ქვეყანა, ევროპულ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება ამერიკასთან. ფაშინიანი, მინდა ეს დავასრულო აუცილებლად. ფაშინიანი რას აკეთებს? ტრიპის პროექტი, რომელიც იქ რუსეთს ჰქონდა გათვლა, ამერიკასთან შეთანხმება დადო, ევროკავშირში გაწევრიანების კანონი მიიღო, დივერსიფიკაციას აკეთებს საკუთარი ეკონომიკის, ხო? ჩვენზე პატარა ეკონომიკაა და ჩვენზე გაცილებით მეტი ხარჯები და ჯარის მიმართულების შესაძლებლობები აქვს. საუკეთესო ურთიერთობებს ალაგებს ყველა ცენტრთან, ჩვენ დავანგრიეთ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან, ასე რომ აქ თან რუსეთთანაც ახერხებს დაბალანსებას და ჩვენ რუსეთთან რა მოვახერხეთ? რა შედეგი გვაქვს რუსეთთან? გარდა იმისა, რომ აქებენ ქართულ ოცნებას, პრაგმატული რამე შედეგი გვაქვს, ცხინვალში აგერ დრონებს აგზავნიან რუსები რეალურად, ხო ფაქტია? კი ბატონო, გიორგი, მადლობა. მადლობა, გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენი სტუმარი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მადლობა.